საღამო მშვიდობის დადგა კიდევ ერთი პარასკევი და ისევ როგორც ყოველ სამშაბათს და პარასკევს ახლაც სტარტს იღებს რუსთავეორის პირდაპირ ეთერში ლოტო 642-ის გათამაშება და თქვენ კიდევ ერთხელ გააქვთ თავისთავად ცხადია შესაძლებლობა მოიგოთ შესანიშნავი თანხები განსაკუთრებით და კონკრეტულად იმ ადამიანებმა უпростоრად ვინც დღეისთვის მობილიზება გააკეთეთ თქვენი ბილეთების და შესაბამისი ციფრთა კომბინაციაც უკვე შემოხაზული გაქვთ და ახლა ტელევიზორებთან ელოდებით თქვენს იღბალს. რაც შეეხება ჯეკპოტს, აქ გვაქვს კარგი ამბავი ის, რომ როგორც ყოველ გათამაშებაზე დღესაც მომატებული სახით მოგვევლინება იგი და შეადგენს 714,206 ლარს, ხოლო მეორე კატეგორია რეკორდულ მაჩვენებელზეა 352,000 ლარს გასცდა. შესაბამისად, ყველა მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ავიღოთ სტარტი, გავააქტიუროთ ღილაკი, ჩვენი ლოტოტრონი და შემდეგ, რა თქმა უნდა, მოვიხმოთ იღბალი. 832 ტირაჟი, წარმატებები თითოეულ თქვენგანს. აბა 3-2-1. ნახოთ დღეს რას გვიმზადებს ჩვენი ლოტოტრონი და რომელი ციფრი იქნება პირველი, რომელიც გახსნის დღევანდელ გათამაშებას. აი, უსასრულობა წამოვიდა ჩვენსკენ მოემართება 8-იანი შემოგვიგორდა და მან გახსნა სწორედ დღევანდელი ლოტო 642-ის გათამაშება. შემდეგი მოდის 16. ორჯერ 8 შემოგთავაზა შემდეგი ჩვენმა ლოტოტრონმა. 11 მოგორდა მესამე მომგებიან ბურთად, ესე იგი მწვანეების და ყვითელის კომბინაციაში ვარ ჯერჯერობით ვნახოთ რა იქნება. აი ლურჯმა დაარღვია მათი იდილია და 15 შემოუგორდა 11-ს გვერდით. რაღაც დაბლებში ვართ დღეს და ეს ძალიან მომწონს. ვნახოთ რა იქნება შემდეგი. აი თქვი და არ დააყოვნა მაღალმა 29 შემოგვიგორდა აქვე. მწვანეები ლიდერობენ და მეექვსე მომგებიანი ბურთი 27 შემოგთავაზა ჩვენმა ლოტოტრონმა და ველოდებით უკვე ბონუს რიცხვს, რადგან 6 ძირითადი ბურთი უკვე გვაქვს. და 4-იანიო, აი ესე გადაწყვიტა დღეს ჩვენმა ლოტოტრონმა და კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ კომბინაცია, რომელიც შემოგთავაზა მან. 8, 16, 11, 15, 29, 27 და ბონუს რიცხვი გახლავთ 4. აბა როდის დადგება ის დღე? იმედია რომ დღეს არის, როდესაც შედეგები გამოჩნდება აქ და სიხარულები შემიპყრობს მეც თქვენს შემდეგ, რა თქმა უნდა, რადგან თქვენ უკვე იცით მოიგეთ თუ არა საკმაოდ ისეთი კოლოსალური თანხა, მაგრამ ჩვენც მალე გავიგებთ, როდესაც აქ შედეგები გამოჩნდება და გავუზიარებთ მთელ საქართველოს თავისთავად. ცხადია, მაგრამ სანამ მივალთ შედეგებამდე არ დავიღლებით იმის შეხსენებით, რომ გითხრათ თუ სად შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები ყოველი სამშაბათისთვის და პარასკევისთვის. მოკლედ, ყველა დიდ სავაჭრო მოლში მდებარეობს სერვის ცენტრები, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით შეხვდებით ლოტოს ჯიხურებს და ვისაც სახლიდან გასვლა ეზარებათ ან უბრალოდ გარეთ გასვლა არ გინდათ, შეგიძლიათ ლოტო.g აკრიფოთ და სახლიდან გაუსვლელად ონლაინ შეიძინოთ ბილეთი, გააკეთოთ შესაბამისი კომბინაცია და შემდეგ უკვე ველოდებით იღბალს. აი ეს ფრაზა ძალიან პოპულარულია და ასევე პოპულარულია ფრაზა იგებს ის, ვინც თამაშობს, ხოლო მოგება შეუძლია ყველას, ასე რომ თუ არ ვითამაშებთ, მოკლედ და თუ არ ვიყიდით ბილეთს, არაფერიც არ გამოვა. გვაქვს უკვე შედეგები. ესეც ასე მესამე კატეგორია გავათამაშეთ 4718 ლარი გათამაშდა და 4 ადამიანმა გაინაწილა ის 1179 ლარმა შეადგინა მოგებამ ბილეთზე. ასევე მეოთხე კატეგორიაში გვყავს ორი გამარჯვებული 1768 ლარი გათამაშდა აქ და 884 ლარი გაიყო აი ამ 1768 ლარი გაიყო ორმა ადამიანმა და 884 ლარმა შეადგინა მოგებამ ბილეთზე. მეხუთე მეექვსე კატეგორიებში ტრადიციულად ბევრი გამარჯვებული, თუმცა მეორე კატეგორიას და ჯეკპოტ ჯერჯერობით ვერაფერი ვერ მოუხერხეთ და იქნებ მოუხერხოთ სამშაბათს. ასე რომ არ დაივიწყოთ. ერთი ბილეთი მაინც გათამაშებიდან გათამაშებამდე და კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ჯადოსნური სიტყვები. იგებს ის, ვინც თამაშობს, ხოლო მოგება შეუძლია ყველას. ბედნიერი საღამო.